თუ Instagram-ზე ამ სამ თავარ შეცდომას უშვებ, ამ ვიდეოს არც ერთი წამი არ გამოტოვო. პირველი, ნაყიდი ფოლოუერები. აბა ნულიდან როგორ შეიძლება დაწყება? რაც უფრო მეტი ფოლოუერი გეყოლება, მით უფრო მეტი ნდობა იქნება კლიენტისგან, ხომ ესეა? ხო არა? გილოცავ იმ დღიდან, როცა შენ იყიდე ფოლოუერები, შენ მოკალი შენი Instagram-ის აკაუნთი და Instagram-მა ჩაგაგდო ჩრდილოვან ბანდში. რაც იმას ნიშნავს, დღეში 5 ვიდეოს რომ ატვირთო, ნახვებს არ მოგცემს. და ეს ჩრდილოვანი ბანი შესაძლოა გაგრძელდეს თვეები თუ არა წლები. და უმჯობესია შექმნა ახალი აკაუნთი. 2025 წელს ფოლოუერების დაგროვების ყველაზე ეკოლოგიური გზა არის რეგულარული rilsების ატვირთვა. წერტილი. მეორე შეცდომა, არდებ ვიდეოებს და შემოიფარგლები მხოლოდ სურათების ატვირთვით. არსებობს ერთი ძალიან მაგარი ფრაზა. თუ გინდა გაუგო ადამიანებს, გაუგე საკუთარ თავს. აი შენ Instagram-ზე სურათების დასათვალიერებლად შემოდიხარ თუ ვიდეოების საყურებლად? მე მგონი მეორე. ამიტომაც დღესვე დაიწყე ვიდეო კონტენტის შექმნა. და მესამე შეცდომა, გვიან პასუხობ პოტენციური მომხმარებლების მესიჯებს. თუ გინდა ბლოგიდან გაყიდვები მინიმუმ 3-ჯერ მაინც აწიო, პოტენციური მომხმარებლის პირველ მესიჯს უნდა უპასუხო პირველივე 5 წუთში. თუ გსურს ინდივიდუალური დახმარება, როგორ გამართო Instagram-ის სწორად, მოიზიდო მსყიდველთუნარიანი და მიზნობრივი აუდიტორია ვიდეო კონტენტის მეშვეობით, ხომ იცი, სადაც უნდა გვიპოვო?